როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული. ქართულ სახელმწიფოში იგნორირებულია მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მეგრულ ენას არ გააჩნია სტატუსი. შესაბამისად, ენის შენარჩუნება განვითარებისათვის არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა და პოლიტიკური ნება. როგორც ცნობილია, ეთნოკონფლიქტების გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ხალხთა ლინგვისტური და ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფა. საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ნეონაცისტური სახელმწიფო, სადაც გაბატონებულია ერთი ეთნიკური ჯგუფი ქართები, რომლებიც არ აძლევენ სხვა ხალხებს, კერძოდ ლაზებს, მეგრელებს, სვანებს, თავიანთი ენის შენარჩუნება განვითარების უფლებას. ეს არის ხალხთა გენოციდის ერთ-ერთი ფორმა. თუ გინდა მოკლა ხალხი, მოკალი მათი ენა. საერთაშორისო პოლიტიკური გარანტიების გარეშე შეუძლებელია ქართულ სახელმწიფოში ჩვენი თვითყოფადობის შენარჩუნება განვითარება. გამოსავალი არის ერთი: სამეგრელოს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ჩვენი მიზანია სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსის აღდგენა, გაუქმებული 1867 წელს რუსეთის იმპერიის ოკუპაციის შედეგად. ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება.